მარქსისტის განცდილმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება საზოგადოებას ვეუბნები, ჩემი პატიმრობა მართლა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა უსამართლობას დღეს ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობა, ახალგაზრდა ადამიანების ციხეში, ქალების ციხეში. მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდოს, ყველა ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ძალიან ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა გაიარა იგივე გზა, რასაც ახლა გავდივარ მე, რასაც გადიან ჩემი მეგობრები, ვინც უკვე საპატიმრო დაწესებულებაში არიან, ის სინდისის პატიმრები, ვინც იქ არიან და დარწმუნებული ვარ. გაცილებით მალე ვიზეიმებ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მიმართავ ბიძინა ივანიშვილს. შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ციხეში მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკიდო. მაგრამ არ გაგივა. და იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. და შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ვერასდროს ჩვენ გატეხვას ვერ შეძლებ. გონია პატიმრობით შეგვაშინებ? შენი არავის არ ეშინია. იმიტომ რომ შენს მთელი შენი გარემოსა, თქვენ ხართ არარაობები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამოფარებული ხართ საპოლიციო რეჟიმს ქუჩაში გასვლისას გეშინიათ, ადამიანების თვალებში ჭახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა? სად არის ჩვენი განვითარება? სად არის საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? სად არის ინვესტიციები, რომელიც ეხლა ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთ-ერთი რაც გააკეთეთ, ციხეებს ავცეთ პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის პატიმრებით. მინდა მიმართო საზოგადოებას. ერთადერთი გზავნილი მაქვს დღეს, მე სხვა გზავნილი არ მაქვს. ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს გამარჯვება. გამარჯვებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რაც უფრო მალე დავინახავთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება და ერთმანეთი ჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ, ჩვენ მალე მივაღწევთ გამარჯვებას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, პატიმრობა არის დროებითი სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. არანაირი აქ რამე განსაკუთრებული არ ხდება. მე წლების მანძილზე ვსიქო ყველანაირად ამისთვის მზად ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით რა ბრძოლაში ვცვართ. ვებრძვით ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ იცოდეთ, რომ როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველა ავტორიტარი დამარცხდება და დემოკრატიული საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც უნდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, რომელიც აფასებს ადამიანებს, აუცილებლად გაიმარჯვებს. გეოპოლიტიკურად ბევრი რამე იცვლება, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები. ასევე მინდა მიმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს. მეგობრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის. იყოს თქვენ გვერდით, იყოს ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი. ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე. მაგრამ გჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება და ეს შიშარა, ხდალი რეჟიმი აუცილებლად ჩამოშორდება ქვეყნის მართვას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ვამბობ, მე ვარ ერთი იმ 10,000-ობით და 100,000-ობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და გთხოვთ ერთადერთ რამეს, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. ძალა ერთობაშია. აი ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყოს. პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროტესტია ყოველდღიურად, მოუწოდებს სხვებსაც, რომ შეუერთდით. ხან უფრო მასშტაბური იქნება, ხან მცირე რაოდენობის იქნება, მაგრამ ჩვენ ვერავინ ვერ გაგვტეხს, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენთან არის და სამშობლო გვიხმობს. მადლობა კიდევ ერთხელ და წინ დიდი გამარჯვებისკენ. რეჟიმი არის სუსტი და იმიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. რეჟიმი არის განწირული მარცხისთვის და ეს მარცხი ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი გამბედაობით, ჩვენი ბრძოლით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ.